დღის განმავლობაში მიმდინარე ყველა ახალი ამბავი ერთ გამოშვებაში. საინფორმაციო გამოშვება ექსპრესი. რადიო 24-ის ეთერში. საინფორმაციო გამოშვება. ეთერშია რადიო 24-ის საინფორმაციო გამოშვება, ახალ ამბებს გიორგი ლაღიძე გაგაცნობთ. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეატოლოგიანმა მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელოვას თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პრესსამსახური აცხადებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე თეატოლოგიანმა მიხეილ სააკაშვილს არჩილ კბილაშვილის კანდიდატურა წარუდგინა და მთავარი პროკურორის პოსტზე მისი დამტკიცება მოსთხოვა. ამასთან იუსტიციის მინისტრი აპირებდა თავად ეცნობებინა მურთაზ ზოდელოვას რომ ის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებულია, თუმცა შეხვედრა არ შედგა. ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ზოდელოვა უკვე 3 დღეა საქართველოში არ იმყოფება და არ არის ცნობილი, როდის დაბრუნდება. მურთაზ ზოდელოვას არ ყოფნის პერიოდში თეატოლოგიანი მთავარი პროკურორის მოადგილეებს შეხვდა. დედაქალაქის საკრებულოს ახლად შექმნილი ფრაქცია თავისუფლების წევრებმა დღევანდელი საკრებულოს ხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. არ გვინდა ნაციონალურ მოძრაობასთან რაიმე შეხების წერტილი ჰქონდეს. ბოლომდე გავემიჯნებით იმ პოლიტიკურ ძალას, სადაც პატივცემულ ადამიანად ითვლება ჯალათების მამა და თვითონ ჯალათი როლან დახალაია. განაცხადა საკრებულოს დღევანდელ ხდომაზე ფრაქცია თავისუფლების თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა, რის შემდეგაც ფრაქციის 3 წევრმა ხდომა დასაწყისშივე დატოვა. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი ოპოზიციონერი მოადგილე ყავს. პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს წარმომადგენელმა საკრებულოში გიორგი ტყემალაძემ ამ პოსტზე დავით საგანელიძე შეცვალა. ტყემალაძეს მხარი დაუჭირა 39-მა დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ. დავით საგანელიძემ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დაიკავა. ნაძალადევის რაიონში მდებარე სტატისტიკის და შემოსავლების სამსახურის შენობასთან 20-მდე სოციალურად დაუცველი აქციას მართავს. ისინი თბილისის მერიისგან თავშესაფრით და ბინით დაკმაყოფილებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები შიმშილობის დაწყებასაც აპირებენ თავად. სტატისტიკის შენობაში ამ დრომდე რჩება 30-მდე სოციალურად დაუცველი პირი, რომელიც შენობაში წუხელ მას შემდეგ შეიჭრა, რაც მათ თბილისის მერიესთან საპროტესტო აქცია დაასრულეს. შენობასთან დაცვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული, რომლებიც შენობაში არავის უშვებდნენ. თავად ის სოციალური დაუცველი პირები კი, რომლებიც შენობაში იმყოფებიან, გარეთ არ გამოდიან, ვინც გარეთ გამოვა შენობაში აღარ შეუშვებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ არ აქვთ საცხოვრებელი ბინები, სოციალურად დაუცველ პირებს წარმოადგენენ არიან თბილისელები და წესით მათთვის მერიის მიერ საცხოვრებელი ფართით გამოყოფილი უნდა იყოს. აქციის მონაწილეებს პრეტენზიები აქვთ ძველ მთავრობასთან და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. თბილისის საკრებულოს ხდომის გადაწყვეტილებით დასუფთავების ტარიფის შემდგომი 5 თვის განმავლობაში 2.5 თეთრი იქნება. ხდომაზე საკითხი განსახილულად თბილისის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანიშვილმა წარადგინა. მისი თქმით, ზამთრის სეზონზე 5 თვით ტარიფის განახევება მოსახლეობას ჯამში დაახლოებით 10 მილიონი ლარის შეღվածს მოუტანს. ამასთან ხიზანიშვილის განმარტებით ტარიფის შემცირება არ აისახება დარგის ფუნქციონირებაზე და არ მოხდება იქ დასაქმებულთა შტატების შემცირება. საზოგადოების წარმომადგენლება დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ქართულ ოცნებას პეტიციით მიმართეს. ამის შესახებ განცხადებას საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ. მოგახსენებთ, რომ ჩვენ ქვემორი ხელმეუწერნი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს უჭერთ ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს. გთხოვთ საქართველოს პარლამენტმა კანონით დადგენილი წესით სახალხო დამცველის თანამდებობაზე განიხილოს ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს კანდიდატურა. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის. აღნიშნულია განცხადებაში. პეტიციას ხელს აწერენ ამაშუკელი რეზო, აფციაური ლალი, კაჩიჩილაძე გია, იგივე უცნობი, გეგიძე ბიძინა, გიორღელიძე დემური, დევდარიანი ნანა, კორკოტაძე ნათია, მუხრანელი ია, მოროშკინა ლალი, სეფიაშვილი ჯემალი და სხვები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დევნილებს მიმართავს თავი შეიკავონ შენობებში შეჭრისგან. ამის შესახებ ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართვაში, როგორც მიმართვაში აღნიშნული ბოლო დღეებში გახშირდა დროებით გამოთავისუფლებულ შენობებში სოციალურად დაუცველების და დევნილების შეჭრის შემთხვევები. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გაგებით ეკიდება გაუსაცდელ მდგომარეობაში მყოფი მრავალი წლის მანძილზე უბინაოდ დარჩენილი დევნილების პრობლემებს, მაგრამ დევნილებს შეახსენებს, რომ შენობების სპონტანურად დაკავება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე ელენე ხოშტარია განცხადებას ავრცელებს, როგორც ხოშტარია აცხადებს, ის ორშაბათიდან ახლახან დაარსებულ think tank-ში განაგრძობს საქმიანობას. მადლობა მინდა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ვიმუშავეთ ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის. სწორედ ამ პერიოდში გადაიდგა ბევრი წარმატებული ნაბიჯი ამ გზაზე. ამ იდეის ერთგული რჩები და ორშაბათიდან განმაგზობს საქმიანობას ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად, თანამოაზრესთან და კოლეგასთან ერთად ახლახან დაარსებულ think tank-ში. ჩემს გამოცდილებას მოახმარ ქვეყანას, რათა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელოს სწრაფად საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის, აღნიშნულია ელენე ხოშტარიას განცხადებაში. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში გამარჯვება და მთავრობის მეთაურად დანიშნა მიუღოცა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. სატელეფონო საუბარი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბიძინა ივანიშვილის შორის დღეს შედგა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქართველი კოლეგა ისრაელში დაბაჟდა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა. კონსმენდით რადიო 24-ის ახალ ამბებს პირდაპირ ეთერი 22 საათზე განახლდება. ჩვენ დროებით გემშვიდობებით. დღის განმავლობაში მიმდინარე ყველა ახალი ამბავი ერთ გამოშვებაში. საინფორმაციო გამოშვება ექსპრესი. რადიო 24-ის ეთერში.